შუა დღემშვიდობისა, ჩემოძვირფესებო და კარგებო. დღეს მოდი გამიხოთ ასეთი საჯარო მინი საჯარო გაშლა, ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების რეალური ემოციები. ვნახოთ აბა რეალურად რა ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში პიროვნებას. ჩაიფიქრეთ პიროვნება, კონცენტრირეთ საკუთარ თავზე, იფიქრეთ მასზე, თქვენზე, თქვენს ურთიერთობაზე და ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების რეალური ემოციები. მისი რეალური ემოციები როგორია აბა ვნახოთ. გასაგებია. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები რეალურად მარტივი საერთოდ არ არის. აქ რაღაცნაირად ბნელ ემოციებში შერეულია ვნება, სიამაყე და შიში. ანუ ეშმაკი ფონად ეს კარტი გვიჩვენებს ძლიერ, მაგრამ ტოქსიკურ მაგნეტურობას თქვენ შორის. მასში არის ესე თქვა ძლიერ ფიზიკური სურვილი თქვენთან მიმართებაში, დამოკიდებულება თქვენზე, სურვილი თქვენს ენერგიაზე, რომ აკონტროლოს თქვენი ენერგია, თქვენ აკონტროლოთ თქვენ და თითქოს ვერ გშორდებათ, მაგრამ არც სრულად მოდის თქვენთან რეალურად. ხვდებით, ანუ ეშმაკი აჩენს შინაგან ბრძოლას ნებასა და თავისუფლებას შორის. 6-იანი კვერთხები, ანუ გვიჩვენებს, რომ გარედან პიროვნება ცდილობს, რომ გამარჯვებულად ჩანდეს, თითქოს არც ტკივა, არაფერი არ ადარდებს, თითქოს კარგად არის, ანუ რაღაცნაირად ზემოთ არის, ანუ დგას ზემოდან, ანუ ხვდებით ხო, ანუ ზემოდან დაყურებთ, ყველას დაყურებს ზემოდან და აი არაფერი არ ეთყობს, საერთოდ რომ აი ცუდად იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ თავდაცვა, თავისი ნიღაბია, მას სურს თქვენგან აღიარება, სურს იგრძნოს, რომ ისევ იპყრობს თქვენს ყურადღებას და 3-იანი კვერთხები გვეუბნება, რომ მომავალზეც ფიქრობს, ელოდება მომენტს, როცა ასე ვთქვათ, განმეორებები მის სასარგებლოდ შემოტრიალდება. ეს არკანი გვიჩვენებს, რომ მასში კვლავ არის დიდი იმედი 3-იანი კვერთხების დახმარებით გვეუბნება ეს არკანი ჩვენ რომ მას აქვს იმედი, მაგრამ მოქმედება რეალურად მისი მხრიდან არ არის და არ ჩქარობს, ხო, არცად არ ჩქარებ, ხო, ელოდება, როდის გამოჩნდება თქვენგან რაღაცნაირად სიგნალი, რაღაცა მინიშნება. კოშკი და პენტაკლების ტუზი კოშკი თუნდაც დამისრულებინა, მაგრამ კოშკი დარბაზული ფარსის გაშლას და პენტაკლების ტუზი გვერდზე ამოვიდა. გვეუბნება, რომ ბოლო პერიოდში რაღაცებში შეცდა პიროვნება ემოციურად ან რეალურადაც ურთიერთობის სტრუქტურა თქვენი დაინგრა და ასე ვთქვათ, ამ ანგრევის ქვეშ ახალი დასაწყისი ჩნდება. ხო, პენტაკლების ტუზი რეალურად მეუბნება, რომ სურვილი არის ყველაფრის ახლიდან თავიდან დაწყების, სტაბილურობის ძიების სიმბოლოა, ხვდებით აქ. ანუ პიროვნება აცნობიერებს, რომ დაკარგა რაღაც ღირებული და ახლა უნდა გადაწყვიტოს, იბრძოლოს თუ არა ამ შანსისთვის რეალურად, ხო? რეალურად შეხედათ, მისი ემოციები არ არის უბრალო, აქ არის ვნება, სიამაყე და შიში, 3 ანუ ტრიადა მაქვს. ამ ემოციების კოშკმა, ასე ვთქვათ, ყველაფერი გადააბრუნა საერთო ჯამში თქვენ შორის, მაგრამ პენტაკლების ტუზი, ასე ვთქვათ, აჩენს იმედს, ხო? საბოლოო ჯამში მაინც იმედი არის. ეს კავშირი ჯერ კიდევ არ მორჩენილა, არ დასრულებულა, არის შანსი, რომ აღდგეს, თუ ორივე გულწრფელად შეხედავთ თქვენს ურთიერთობას ერთმანეთს და იქნებით ერთმანეთთან გულწრფელები. სულ ეს იყო ჩემო-კარგო, რეალურად ამ თემასთან მიმართებაში რაც შემიძლია გითხრათ, თუ რა არის მისი რეალური ემოციები თქვენთან მიმართებაში და მგონია, რომ რა ვიცი, საკუთარ თავს იცნობთ, ხო? თუ თქვენთვის ეს გაშლა იყო ახლო, თქვენ სიტუაციას დაემთხვა და ლაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწვიეთ ჩემი არხი და თვალიადენეთ ჩემს მომავალ გაშლებს. მოკლედ ეს იყო სულ. დაგემშვიდობებთ, კარგად იყავით.